1625 წლის დასაწყისი იდგა, როცა მაზანდარანში მდგარმა შაჰ-აბასმა საქართველოსკენ 30,000-იანი არმია დაძრა. ირანის ჯარების ამირ სპასალარის, სომეხი შაჰ-ისევანის, ყარჩი ყაიხანის სარდლობით. მას ახლდა შაჰის უერთგულესი და ასევე სომხური წარმომავლობის შაჰ-ისევანი შირვანის ბეგლარბეგი იუსუფ ხანი, აგრეთვე ყარაბაღის ბეგლარბეგი მოჰამედ ყული ხანი და სხვა სახელმოხვეჭილი ხანები, სულთნები და ბეგლარბეგები. ყარჩი ყაიხანს მთავარმრჩევლად მისივე ნდობით აღჭურვილი მოურავ ბეგი გიორგი სააკაძე დაუნიშნა შაჰმა, რომელსაც ზურაბარაგვის ერისთავიც ახლდა თან. ქართველების თვალის ასახვევად, რომ თითქოს ეს ჯარი ქართლში შვიდობიანი მიზნით მოდიოდა, შაჰ-აბასმა ლაშქარს წინ წაუმძღვარა მისი შვილიშვილი ქალი ჯაჰან ბანუმი, რომელიც თბილისში უნდა დაექორწინებინათ ქართლის გამგებლად დანიშნულ სიმონ ხან ბაგრატის ძეზე. 1625 წლის ადრიან გაზაფხულზე ეს უზარმაზარი ლაშქარი დიდი ზარზე იმით შევიდა თბილისში, სადაც ქართველების ყურადღების მოსადუნებლად ყიზილბაშებმა მდიდრული ქორწილი გადაიხადეს და სიმონ ხანი ჯაჰან ბანუმზე დააქორწინეს. ქორწილით შენიღბული ამ ლაშქრობის ნამდვილ მიზნებზე მოგვიანებით შაჰის მიერ ქართლის ვალად დანიშნული მაჰმადიანი ბაგრატიონი როსტომ ხანი იგივე ხოსრო მირზა წერდა: რა ქორწილი გადაიხადეს, ბრძანება იყო ყენისა, რომე კახი კაცი სრულად გაეწყვიტათ და კახეთში ყიზილბაში დაესახლათ. თურქი მუსტაფა ნაიმაკი ასეთ ცნობას გვაწვდის. 30,000-მდე ყიზილბაში და სახელოვანი ხანები ყარჩი ყაიხანს დაუქვემდებარეს და ქართლის სრულად ასაოხრებლად გაგზავნეს. გააგრძელეს საქართველოს ისტორია.